როგორ ფიქრობთ, ყველაზე ძვირფასი ქართული ტექსტი რა არის, რაც თარგმნილა ცხოვრებაში როდისმე ან უნდა ითარგმნოს? რუსთაველიშვილი ვეფხისტყაოსანი, რომელიც ახლა მე მაქვს წაკითხული ინგლისურად, მაგრამ ცოტა რაც არ ვიცი ეს, კი წამიკითხავს ამაზეც კრიტიკოსების თქვათ ანალიზიც, მაგრამ აი მაგალითად თვითონ სათაურიც, ხო? ახლა ეს არის ვეფხისტყაოსანი, ხო? ერთადერთი თარგმანი მაქვს მარტო ნანახი რომ აწერია tiger skin და ყველგან ნათარგმნია როგორც panthers, პანტერის. ხო, ცოტა ესეც არ მესმის დღემდე რატოა, თუმცა წამიკითხავს ბევრი მოსაზრება ამის შესახებ, მაგრამ ეხა არის ნაწარმოები, რომელსაც მაგალითად დიდი სიამოვნებით გაეცნობოდა ალბათ უცხოელი ინგლისურენოვანი ვთქვათ სამყარო თუნდაც, ხო? მაგრამ მე ვთვლი რომ ალბათ იმდენად მაინც რთულია ეს ენა და პლუს ეხა ეს კულტურული. ეხლა აი მაგალითად როგორ წარმოგედგენიათ თქვენ დუმბაძე გადათარგმნილი ინგლისურად, ხო? კი, რა თქმა უნდა, ეხლა იქ რა თქმა უნდა ინგლისურ ენას მე კი არ ვაკნინებ და კი არ ვამბობ რომ ინგლისურ ენაში არ მოიძებნება ის ლექსიკა, რომელიც ვთქვათ მის შესატყვეს, მაგრამ იმას ვერ გადმოსცემ, ხო? იმ კილოსაც, ხო, აი ქაურს, იმ გურულს ვთქვათ, ხო? კარა ეხლა რა შედება თქვენ ეხლა სერიოზულ თემაზე შემეკითხეთ, მაგრამ ეხლა აი ანეკდოტიც კი. ეხლა ჩემ ქმარს რო უყვები რაიმე ქართულ ანეკდოტს ინგლისურად, ესე იგი ეს არის უკვე სასისულო სატირალია უკვე, იმიტომ რომ ვერ გაიგო და რაღაც არ გაეცინა საერთოდ, იმიტომ რომ აი არ გამოდის ის.